სოლიდარობა პროექტს ახერხებოვანს და ვიმახსოვროთ ყველა სულ მოწმეს და სულ ინსტიტუციებს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ კაციას პროცესი გაიმართა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე კაციას საქმის მოწმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ლაშა ხარხელაური დაიკითხა. სხდომა თავიდანვე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო, მას შემდეგ რაც ნიკოლოზ კაციას აბრალდებო სკამზე დასვეს, მედია საშუალების კამერა მის სრულყოფილად გადაღებას ვერ ახერხებდა, რადგან პატიმარს საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ეფარებოდა. ნიკა კაცია მოსამართლისგან ითხოვდა, რომ საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელი გაწეულიყო და მედიისთვის სასამართლო პროცესის სრულყოფილად გაშუქების საშუალება მიეცა. ამ დაშვებულია გადაღება კანონიერად და იწინას წერილობით მოხდება. ადამიანები ამის გამო მუშაობის პრობლემა. რა მუშაობის ან უნდა გადამიღოს ის არის მედია რომ გადამიღოს. არა, ახლა გადაღება რა მე ხდება მე ხარ. ეს სამსახურის კითხვა რამე პრობლემაა? ეს ინაზე თქვენ მიმართეთ და ჩაიცეთ. გამშვიდით, ოდნავ აი მოვჩავ. გასულა ახლა ამაზე კამათი შეიძლება გადაგა. არა, წინაზე ძლიერ შენიშნა და გაიწია და რატომ მიხვდით გასავალ. მიხვდით და სულ კივით ყველა პროცესი. ძალიან მიგოდიშ. ვაძლევთ უფლებას რომ გადამიღო, გადამიღო. არა, არანაირი პრობლემა. კი ბატონო, ეხლა უკვე მიხდით. ჩამორდა მივასწავლები ყველა. დღევანდელ პროცესზე მოწმე პოლიციელს კითხვები თავად ბრალდებულმაც დაუსვა. კაციამ დაკავების მომენტი გაიხსენა და მოწმედ გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს კითხა, რატომ იყვნენ იმ დღეს ნასვამი ის და მისი კოლეგა, როდესაც მას აპატიმრებდნენ. ნიკა კაციამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელს უთხრა, რომ ყელის არეშის ხელს იმდენად უჭერდა სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მოწმე პოლიციელმა ყველა ბრალდება უარყო. რატო იყავით მთხრალი იმ დღეს, როცა მე მაგარი? კი ბატონო, მე. ანუ ავი თუ არ იყავით რატო ჩაძიეთ მაშინ თანჯარა მანქანაში იმისთვის რომ გაგენეიტრალებინათ ის არის თქვენ და გვერდზე ვინც იყო იმასაც და გეტყვით იმასაც ვით იყავით მთვარი კონიაკით არ არსებობს ნუ კარგი თუ არ არსებობს თქვენს ნამუსზე იყოს ისედაც რავი ნამუს გარეცხებული კი ძალიან ბატონიკო რა შეეხება შენიშნას გაძლევთ კაცაო კი ბატონო შენიშნას გაძლევთ იყობი და ანუ ვიტყოლა ყველაფერს და ეგეთ შეუძლია ეს შეუძლია ჩემთვის როდესაც ვისხედით მანქანაში გახსოვთ თუ არა როცა ნახჩობდით აღმოჩნდით სუნთქვის საშუალებას და ვითხოვე რომ ხელი გამაშვიდნეთ რა დროსაც გამომგლიჯეთ პირადად თქვენ ტელეფონი გახჩობდით და პირადად ტელეფონი ნუ ხაირი არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში თუ სიკვდილი არ ქონდა ჩემი გამიზული ხაირი არ ყოფილა არ გახსოვთ გახსოვთ არ მახსოვს არა ვშობს ითხოვეთ ამასაც მიჩვეულა შემდეგი კითხვა როდესაც თქვენ და თქვენს ან თქვენ მარცხნივ ეჭით და მარჯვნივ როდესაც ადამიანი მეჭდა მაგ დროს როდესაც ჯერ კიდევ ვიმყოფებოდი ტაქსიში ერთ-ერთი თანამშრომელი რომელიც მაგ ჯიებებში იყო გამოგრანჭული მახსოვს ძალიან კარგად რომ მაგინაკდა გახსოვთ თუ არა ეხლა გავს ფაქს ადგილია რო შენა მაშინ მოხავდა პოლიციაში ესეთი რამე არ გახსოვთ არ ქონია ვადასტური სრული ხასუხისმგებლობით არანაირ შეურაცხყოფა რა ვიცი მე ვიტყვი გქონდათ პირდაპირ დირექტივა რომ ხელს მოვაწერეთ სახლში გამიშვებით და მალე პრაღაში ციხრი და საფალ სახლში გახსოვთ თუ არა ეს ეპიზოდი რა ნაუშევ შეურაცხყოფას ადგილია ნიკა კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს, მას 14 გრამი კოკაინის ქონას ედავებიან. კაცია ბრალდებას არ აღიარებს და დაკავებას საპროტესტო აქციებში მის აქტიურ მონაწილეობას უკავშირებს. დანაშაული 8-დან 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.